ამოდურად ითვლება. თუმცა ეგეც საჭიროა. ყველა სხვადასხვა გემოვნება აქვს. შეხედეთ ვინ მოსულა. მოგესალმებით. როგორ ხარ დაო? კარგად. საჩუქარი მოგვიტანე სალიხა. Ay sen bize hediye mi aldın Saliha? ახლა უკვე საქმიანი ქალები ხართ. ამიტომ ჩაიდანი გიყიდეთ. დენში შეერთეთ და უპრობლემოდ მოიხმართ. მაღაზია გახსენი. დარს კი მითხარი. ასია? ქალბატონო ასია. ჯერ არ გაგვიხსნია სალიხა. გახსნაზე უცილებლად დაგპატიჟებთ. ესე იგი ილიასმა მისამართი შენგან გაიგო არა? უკვე ნათელია ვინც გითხრა. ასია, მისამართი თავისთვის მკითხა. შენმა მეგობარმა მომატყუა. დაო დაიბიწყე. ილიასი იყო მოსული. რაქნა? ვიცი რომ კეთილი ზრახვები ქონდა. კეთილი. ილიასმა ასიეს ხელის თხოვა. ჩვენ ჯიმშიც ვამხნევებდით. ჯერ ნახევარი საათის განქორწინებულები იყვნენ. საბრალო, ისედაც განადგურებული იყო და უეცრად ილიასი გამოგვეცხადა. თაიგულით ხელში, ასიეს დაუჩოქა და ბეჭედი ამოეღო. ხელის თხოვა. გეფიცები, ლამის გული გამისყდა. მერე? ბეჭედი ჩანთაში შევინახე. მე მომლამის გადაღლაპა. რა სილამაზეა? რადგან ბეჭედი დაიტოვა, ესე იგი დათანხმდი? თუ შენიშნე ბეჭედი მე არ შემინახავ სალიხა. ასია დაწვრილებით მიამბე. ილიას რა უთხარი? კარგი რა. გასაგებია. დღეს თქვენგან ხეირი არ იქნება. ბავშვი წაიყვანეთ და ფეხებში ნიმუემებლანდებით. ილაპარაკეთ, იჭორავეთ. მე კი ჩემს საქმეს მივხედავ. თორემ ამდენი სტუმრის გადამკიდე ვეღარ დავალაგე. კარგი. წამოდი. ისედაც მინდოდა შენთან დალაპარაკება. არ გაიგეთებ? არ ვიცი. ვფიქრობ ამჯერად. დიდი სიფრთხილე მართებს. ამ პატარა უიმბაზის სახელით მაინც დათანხმდი. არა საყვარელო. ასია. მეც მაქვს ახალი ამბავი. მართლა? რა ამბავი? მე და ომერი ისევ ერთად ვართ. წოხანდელი ღამე ერთად გავატარეთ. ამას რა ჯობია? ძალიან გამახარე. მეც მიხარია. ასია. ილიასი უშენოდ ვერ გაძლებს. ორი დღის წინ ისე დათვრა, რომ შეჯიბრზე ვერ წავიდა. თანაც საქველმოქმედო ღონისძიება იყო. როგორ მოვიქცე სალიხა? ისევ როგორ ვენდო. შენი და ილიასის ისტორია დაუსრულებელი დარჩა. ნორმალურად ურთიერთობაც კი არ ქონიათ. ჯერ თვითონაც ბავშვები იყავით და უცებ მშობლები გახდით. ერთმანეთის სიყვარულით დატკბობაც კი ვერ მოასწარით. თუ გარისკოა გარისკე და გაიხარე. რას ვიზამთ? სხვაგვარად გრძნობას ვერ მოერევი. ვერც ახალგაზრდობას იგემებ. დამიჯერე. ჯერ ახალგაზრდები ხართ. მე შვილი მყავს სალიხა. სიკიშეების უფლება არ მაქვს. მეტი სერიოზულობა მართებს. ვერავინ გაბედავს. მეჰმეთის ცხოვრებაში შემოჭრას და ყველაფრის თავდაყირად აყენებას. ის უკვე დიდი ბიჭია. ვალდებული ვარ ყველაფერი კარგად ავწონო და ღირსეული გადაწყვეტილება მივიღო. პატარა გოგოსავით გრძნობებს ვერ ავყვები და დაუფიქრებელ ნაბიჯს ვეღარ გადავდგამ. გისმენდა ომარიამან. ასიენ, თაროები მოიტანეს. რა ვქნა, დავკიდო, კედლები საშინელ მდგომარეობაშია. იქნებ ჯერ შეგვეღება. კედელი უნდა დავანგრიო. შეღება მართლაც მოუწევს, მაგრამ თაროების დაკიდება ჯერ ადრეა. მოიცადე, ჯიმში თან დავრეკავ და ვკითხავ. მეშინი არაფერი შეგვეშალოს. მოგვიანებით შეგეხმიანები. მადლობა. გემრიელად მიირთვი. კაფიანი ყავა გამომსვლია.
ახლა გასაპირებ. ძალიან ნაჩქარევად მიატოვა სამსახური. გაქვს გეგმები. რამეს მოვძებნი? ახალ კლიენტებს ვიპოვი. ამიერიდან დამოუკიდებელი ადვოკატი ვიქნები. ისმენასია. ჯიმშით, თაროები მოიტანეს. რა უნდა ვქნათ? როგორ თუ რა უნდა ქნათ. ხელოსანს უთხარი რომ დაგიდოს. მაგრამ ჯერ კედელია დასანგრევი. დანარჩენები კი შესაღებია. თაროების ჩამოკიდება ადრე არ არის? მოდი და რამე მოუხერხე. კარგი, ახლა ვემოვალ. ხელოსანს თვითონ დავალაპარაკები. დროებით. კარგი. ნახვამდის. თაროები მოიტანეს. უნდა წავიდე. ასიას ვჭირდები. შესანიშნავია. განქორწინდით, მაგრამ უშენოთ ნაბიჯსაც არ დგამს. თავის საქმროსთან რატომ არ რეკავს? ფილის. ასიას როცა დავჭირდები, ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. ხსნელია ამის შეგნება. ეს როგორ არ გასმის? ხო, ყველაფერი გასაგებია. მეც მინდა ასიასთან წამოსვა. მივულოცავდი. თან ბარემ ბოდიშსაც მოვუხდი. იმ დღეს ილიასი არ უნდა დამებარებინა. მართალი იყო გველი რომ მიწოდა. ეს დავიმსახურე. ეს მესმის. დატყუილი რა გითხრა? კარგი, შევწდი და ამისთვის ბოდიშსაც მოვუხდი. მორჩეთ ამაზე ლაპარაკს. მოვედით ცედიკო. ამიდა მაგრამ ჩემ ბიჭს გაბარებ. ძალიან გავერთეთ. ერთი კვირის მანძილზე ისე გავთამამდით რომ ვერც წარმოიდგა. შვილო ძალიან მომენადრე. როგორ ხარ დაო? კარგად ვარ შვილო, კარგად. დაჯექი. ილიას, ძალიან დავიღალე. შეგიძლია სახლში წაგვიყვანო. მინდა ცოტა ხანს დავისვენო. მოწაგიყვან. მოდი შვილო, მოდი. ნახვამდის. ჩემმა ბიჭმა დაიძინა. წარმოგიდგენია, ვერ ვიცინებ თუ არ ხმაურობს. რა დამემართა? ძალიან მომენადრე, ძვირფასო. მესწავლებალა. მასია სულ ჩუმად არის. თითქოს სული ამოაწურეს. მოსკანილია. შევნიშნე. ავად მოყოფობა არაფერ შუაშია. უბრალოდ იმედი გაუცროვდა. ეშინია რომ იმას ვერ გააკეთებს რაც დაგეგმა. რაღაც უნდა მოვიფიქროთ, რომ სიცოცხლის აზრი დაუბრუნდეს. შიში უნდა დაამარცხოს. ახლა ბიჭი დააწვინე და დაელაპარაკე. კარგი? მიდი. მანქანა სახელოსნოში უნდა წავიყვანო. როგორ მოვიქცეთ? ალის დაურეკავ. მანქანით მოგაგერხავს. მოიცა. ალის არ დაურეკო. ზაფერს დაურეკოთ. ზაფერს? ზაფერი ერთადერთია, ვისაც შეგვიძლია დაურეკოთ და ვენდოთ. პოლიციაში დაურეკოთ. ზაფერს დაურეკოთ. ამ საკითხში სანდოა. თან მან გვიბიძგა იმისკენ, რომ ერთმანეთი მოგწონებოდა. მართლა? ზაფერს დაურეკე. ხოლსაღამოს კურსებზე წაგიყვან. მე და ჩემი ბიჭი გარეთ დაგელოდებით. შემდეგ სახლში წამოგიყვანთ. კარგი? ჩემთვის შეიძლება? რა თქმა უნდა შეიძლება.
ექიმად თქვა ადრინდელი ცხოვრება გააგრძელოს, ოღონდ მცირედ ატვირთვითო. რეზერვანსო. ცხოვრება გააგრძელა. რა თქმა უნდა შესაფერი სიდენბით. მედი არ დაკარგვასი. არ მიგვატონო, კარგი? კარგი? ისე მოვიჭიდე ცხოვრებას, როგორც ახლა მე გეხუტები. გესმის? ილიას, ძლებს დამიმდროვ. Ay kemiklerimi kırdım. გულის მასაჟი არ მჭირდება. შეტევა არ მაქვს. Kalp masajı yaptın resmen. უბრალოდ Ben kalp ცოტა მაწუხებს. Sadece arada bir tek ისე კარგად ვარ. Tamam. Gergin. Yarın akşamüstü gelip alırız. ხო საღამოს მოგაგითხავ. Bak ben მაგრამ მანამდე საწოლიდან არ ადგე გესმის? çıkmak yok yalnız, tamam mı? Yorulmak da yok. არ დაიღალა. Yemeğini კარგად yiyeceksin. ჭამე და İlaçları წამლები დალია. alacaksın. გესმის? Ve Gökçe sana წინა აღარ შემთხვევაში კურსებზე არც იოცნებო. tamam anneciğim. Peki. კარგი დედიკო, როგორც მიბრძანებ. მორჩა, წადი. წადი. კარგი.